ჯანდაცვის სამინისტრო უმუშევრობის დაზღვევის მექანიზმზე მუშაობს. უწყება საკითხს საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად განიხილავს. პროცესში ჩართულია კერძო სექტორიც, რაც ცვლილებები იგეგმება და როგორი შეიძლება იყოს უმუშევრობის დაზღვევის ამოქმედების შემთხვევაში მასში ბიზნესის ჩართულობა. დეტალებით ქრისტინა გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკო მოგესალმები. ჯანდაცვის სამინისტრომ კერძო სექტორთან პირველი შეხვედრა და უმუშევრობის დაზღვევის ამოქმედებასთან დაკავშირებით შესაბამისი კომუნიკაცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია უმუშევრობის დაზღვევის კონკრეტულად რა სახის მექანიზმის შემუშავებას და ადაპტირებას გეგმავს უწყება, თუმცა განხილვებში ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უმუშევრობის დაზღვევის მექანიზმი არაერთ დასავლურ ქვეყანაში მოქმედებს, მაგალითად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უმუშევრების სარგებელი საშუალოდ ყოფილი ხელფასის 50% შეადგენს. უმუშევრობის დაზღვევა ახალი სამსახურის დაწყებამდე შემოსავლის ჩანაცვლების ერთგვარი მექანიზმია. შესაბამისად დამსაქმებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ თუ კი დასაქმებული დაკარგავს სამსახურს, მას მიეცემა გონივრული ვადა შრომის ბაზარზე დასაბრუნებლად. ამ პერიოდის განმავლობაში კი პირს ყოველთვიურად ჩაერიცხება გარკვეული სახელმწიფოს მიერ წინასწარ განსაზღვრული თანხა. ასოციაციაში იმასაც აღნიშნავენ, რომ უმუშევრობის დაზღვევის ამოქმედება გარკვეულ გარანტიებს მისცემს როგორც დასაქმებულს, ისე დამსაქმებლებს და შესაბამისად კერძო სექტორი დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებს. ის სვეტების სისტემები, რაც არის ევროპაში ადაპტირებული, ცხადია, მის მიხედვით თუ ვიბიჯელებთ, აუცილებლად ადამიანი, რომელიც მუშაობს და რაღაც სხვადასხვა მიზეზის გამო ის დაკარგავს სამუშაოს, ხო, მას რა თქმა უნდა ჭირდება შესაბამისი გარანტიები და ეს გარანტიები ჩვენ აი ამ კუთხით უყურებთ დამსაქმებელთა ასოციაცია, რომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია დამსაქმებლისთვისაც, რომ მისი თანამშრომელი იყოს დაცული აი ამ უმუშევრობის პერიოდში და ეს სისტემები არის სხვადასხვანაირი, ცხადია, იქ არის გარკვეული ასე ვთქვათ, მოტივაციის სისტემაც არის, იმიტომ რომ დაუშვათ პირველი ორი თვე შემწეობა არის შედარებით მაღალი, შემდეგი ორი თვე არის უფრო დაბალი და შემდეგ უფრო დაბალი, რომ ადამიანი იყოს აქტიურად უმუშევარი იყოს აქტიურად ჩართული სამუშაოს ძიების პროცესში. მსოფლიოში უმუშევრობის დაზღვევის სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს, თუმცა აღნიშნული სფერო, როგორც წესი, სახელმწიფოს მიერ საკმაოდ მკაცრად რეგულირდება. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დაზღვევის ამოქმედებასთან დაკავშირებულ განხილვებში სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები ჯერჯერობით არ მონაწილეობენ, თუმცა ისინი უმუშევრობის დაზღვევის ამოქმედების იდეას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში კომპანიები მზად არიან ამ პროდუქტის შემუშავებაში ჩაერთონ და სახელმწიფო საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა. რა თქმა უნდა, მზაობა არის და ამის შესახებ, ასე ვთქვათ, სალსახა განცხადების გაკეთება შეიძლება. მაგრამ როგორი მოდელი იქნება? იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი ჩვენი შრომის ბაზარი ძალიან турბულენტურია, იმიტომ რომ მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილია დასაქმებული, ნაწილი უცხოეთში მიდის, ნაწილი უცხოეთიდან ჩამოდის. საკმაოდ დიდი არის, ასე ვთქვათ, თარული დასაქმების და შესაბამისად დაუსაქმებლობის ნაწილი და ამას ძალიან დიდი მუშაობა ჭირდება, რომ ასე ვთქვათ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩვენ ვართ განხილვის პროცესში, ჩვენ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა მოდელები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია გვეხმარება თავისი ექსპერტები, ყველა დაინტერესებული მხარე არის ჩართული ამ პროცესში, მაგრამ ამასთანავე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და მას აბსოლუტურად დიდი მსჯელობა ჭირდება. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მთავრობა ქვეყანაში უმუშევრობის დაზღვევის მექანიზმის ამოქმედებას 2021 წელსაც განიხილავდა, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება მაშინ არ მიუღიათ, რაც შეეხება ქვეყანაში უმუშევრობის არსებულ სტატისტიკას. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,6% პუნქტით გაიზარდა და 14,3% შეადგინა. მადლობა ქრისტინა გამთენაძე, საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.